ახალი სასწავლო წლისთვის მზადება გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმში. მოსწავლეებს, რომლებმაც 9 კლასი დაასრულეს, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი განათლება მიიღონ, ამისთვის მათ შესარჩევი კონკურსის პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ. ხათუნა მაისურაძის და ნუცა პიჩხნარაშვილის რეპორტაჟი. ეს არის ადგილი, სადაც მე ჩემი თავის სხვადასხვა ასპექტში აღმოვაჩინე და ფაქტობრივად ეს არის ადგილი სახლიდან შორს. სახლიდან შორს განსხვავებულ საგანმანათლებლო სივრცეში სწავლის არჩევანი ნინი გოლეთიანმა წლების წინ გააკეთა. კადეტი გოლეთიანი 2 წელია სამხედრო ლიცეუმში სწავლობს. ამბობს, რომ გარდა ხარისხიანი განათლების მიღებისა, აქ პიროვნული ზრდისა და ლიდერად ჩამოყალიბების განსაკუთრებული შესაძლებლობაა. ლიცეუმში ჩაბარება ღრმა ბავშვობიდან მინდოდა, რადგანაც გამოჩნდა ინტერესი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მიმართ და ზოგადად სამხედრო სფეროს მიმართ. მე ვნახე სწორედ ის სფერო, სადაც მინდოდა ჩემი სკოლის ბოლო წლები გამეტარებინა. ნინი გოლეთიანის მსგავსად კადეტთა ლიცეუმში 293 მოსწავლე ირიცხება, საიდანაც წელს 100 კურსდამთავრებული ჰყავთ. გარდა ფორმალური განათლებისა, სამხედრო ლიცეუმში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება არაფორმალურ განათლებაზე. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ სხვადასხვა უნარჩვევებს, დამატებით გადიან სამხედრო მომზადებას, რობოტექნიკას, TOEFL-ის, ფრანგული ენისა და თურქული ენის მოსამზადებელ კურსებს. გვასწავლიან დისციპლინას პირველ რიგში, გვასწავლიან როგორ უნდა ვიყოთ პასუხისმგებლები ჩვენს აქციებზე, აქ უფრო სხვა კუთხით დაგვანახეს პატრიოტიზმი, რადგან ქვეყნის სიყვარული მხოლოდ სიტყვებში არ უნდა ეხატებოდეს და ყველა ჩვენს გადადგმნაბიჯზე და ყველა ჩვენს საქციელში უნდა ჩანდეს ქვეყნის მიმართ სიყვარული. კადეტთა სამხედრო ლიცეუმს აქვს განსხვავებული 2 კომპონენტი, ეს არის ფიზიკური მომზადება და დაწყებით სამხედრო მომზადება. გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმი ახალი სასწავლო წლისთვის ემზადება. ლიცეუმი მიიღებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს, რომლებიც 2024-25 სასწავლო წელს დაამთავრებენ მე-9 კლასს და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. ლიცეუმში სწავლება არის უფასო. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს იწყებს ახალი ნაკადის მიღებას, დაიწყება საბუთების რეგისტრაცია 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით. ყოველწლიურად თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ლიცეუმი კადეტებს საცხოვრებელ პირობებს, სამედიცინო მომსახურებას, კვებას, შესაბამის აღჭურვილობას, სასწავლო რესურსებსა და საცურაო აუზს თავაზობს. დაარსებიდან დღემდე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 65 ოქროსა და 53 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.